დაწყებისთანავე ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სულ რამდენიმე წუთშია მოსალოდნელი, რომ ეს ბრიფინგი დაიწყოს, ასე რომ იყავით ჩვენთან და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ეთერში ნახოთ ეს ყველაფერი. მანამდე კი ჩვენი ძირითადი თემა ლარის კურსი ბოლო 4 დღის განმავლობაში კიდევ 10 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემით 1 ამერიკული დოლარი 2.34 ლარი ღირს 4 დღის წინ დადგენილი კურსით კი მისი ფასი 2.24 იყო ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც დაეცა. სწორედ ამ თემაზე სასაუბრო ჩვენ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ ირაკლი ზარქუა, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში და სერგო ჩიხლაძე, ახალი საქართველოს წარმომადგენელი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ბატონ სერგო, რას უკავშირებთ ლარის გაუფასურებას? აი ბოლო 4 დღის მონაცემი წარმოვადგინე მე ახლა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ 4 დღის, მანამდეც დაიწყო და 10 დღით ადრე. დიახ. დავიწყოთ იქიდან, რომ მოდი ვთქვათ ასე, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს გარკვეული ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც ასეთი, რომ ანუ სად მივდივართ, რა არის ჩვენი მიზანი, რა მიზანი გვაქვს დასახული, ეს არის მიზანი, რომ არ ჩამოგვეშალოს უბრალოდ და ნუ აი რაღაც სადაც ვთქვათ ღიობი გაჩნდება ის შევავსოთ თუ სწრაფი ეკონომიკური სვლით ვიაროთ, ხო? როგორც ჩანს, მთავრობის პრიორიტეტი ეს არ არის. შესაბამისად, გასაგებია, რომ სტაგნაციის მქონე ეკონომიკის პირობებში ლარის კურსიც გაუფასურდება. და სხვათა შორის, აი ეს თუნდაც აი მთავრობის ეგრეთ წოდებული დავარქმევდი დილეტანტიზმს, როდესაც გამყარდა, შეიქმნა რაღაცა ისეთი ეიფორია, რომ აი გამყარდა, ყველაფერი კარგად არის ეკონომიკაში, თუმცა არც გამყარება და არც გაუარესება, ხო, ლარის მდგომარეობის არ არის მაჩვენებელი პირდაპირ წილად, რომ ან ეკონომიკურად. კი ბატონო, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რას ჰქონდა ადგილი? კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ალბათ, რამდენიმე ახლა ერთ ფაქტორს ალბათ ვერ დავაბრალებთ, რამდენიმე ფაქტორს ჰქონდა ადგილი. ერთი, რომ არასწორი მოლოდინი შეიქმნა ლარის გამყარების შემთხვევაში. შესაძლებელია, ალბათ სწორი იყო ბანკის გადაწყვეტილება, რომ ეს დოლართან მიმართებაში, თუმცა ალბათ სხვა რაღაც ნაბიჯები აღარ მოყვა, ამის სხვა ნაბიჯების გადადგმა აღარ მოყვა. გარდა ამისა, კიდევ ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს, რომ არჩევნები ახლოვდება და მთავრობა იწყებს მეტი რაოდენობით, ასე ვთქვათ, ბიუჯეტური ფულის ხარჯვას. შესაძლებელია ესეც გამხდარიყო ამის მიზეზი, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ აი თუნდაც ხაზინაში, ხომ ყოველდღიურად გასულ თანხებს შევამჩნევთ, რომ ბოლო პერიოდში ის გაცილებით გაიზარდა. აი მაგალითს მოვიყვანე ხარ, როგორც მე უფრო ჯანდაცვის ეკონომიკის სპეციალისტი, მაგალითად აი ჯანდაცვის ხარჯვებს ვაკვირდები და აი ხედავ, რომ ძალიან არათანაბარზომიერია ეს ხარჯვა. ყოველდღიურად ხან გადის 3 მილიონი, ხან გადის 4 მილიონი. სხვა შორის დღევანდელი მონაცემი შევაწყვეტ, საერთოდ არ გასულა ეს როგორ შეიძლება რომ საერთოდ არაფერი ერთ დღის განმავლობაში არ გასულა. ანუ არათანმიმდევრული პოლიტიკა, იგივეს ვთქვათ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს თუ შევხედავთ. გასაგებია, კი, ამ ყველაფერს ჩვენ უკვე დეტალურად შევეხებით ჩვენი საუბრის დროს. არათანაბარზომიერი ხარჯვა და არასწორი ბიუჯეტი. გასაგებია, ბატონი ირაკლის პოზიციაც მინდა მოვისმინოთ. თქვენ კონკრეტულად რაიმე ფაქტორებს უკავშირებთ იმას, რომ ლარი გაუფასურდა, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არის რაღაც ერთჯერადი, რომელსაც არ ექნება ტენდენციის სახე და დასტაბილურდება კვლავ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ახლა ბატონ სერგოს უსმენდი და მე დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში, რომ მან რეალურად იცის მიზეზები თუ და ის ძირითადი ფაქტორები რამაც იმოქმედა, მაგრამ მაინც როცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხარ, ცდილობ რომ საშენოდ გამოიყენო ყველა ფაქტორი და მე მესმის მისი თავიდან ბოლომდე. რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს არათანაბარ ხარჯვასთან, არამედ ეს პრობლემა საერთოდ არ დგას, ანუ ლარის მასა საერთოდ ლარს არ აწვება და ეს არა მხოლოდ ჩემი ასე ვთქვათ, მოსაზრება, არამედ ცალკეული ექსპერტები და შესაბამის სამსახურების წარმომადგენლების, მათ შორის ეროვნული ბანკის, მათ შორის სამინისტროების წარმომადგენლის, მთავარი რა არის? აქ მოხდა და ბატონმა სერგომაც იცის ეს და ყველა ექსპერტო, ვინც ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ გვიწევს პერიოდულად საგარეო ვალის მომსახურება. სწორედ მეორე კვარტალში კომერციული ბანკების მხრიდან მოხდა 200 მილიონი დოლარის ბანკიდან მიმოქცევიდან ამოღება, შესყიდვა. იმიტომ რომ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო ლარი დოლარის კურსი და შესაბამისად ამით ისარგებლეს, თან შესაბამისი მოცემულობა ჰქონდათ, რომ უნდა გადაიხადა და ამ განაპირობა ის, რომ ჭარბი ლარის მასა, უпроსორედ დოლარის მასა ამოვიდა, ასე ვთქვათ, მიმოქცევიდან. ანუ კომერციული ბანკების. მეორე მთავარი ფაქტორი ეს არის ის, რომ ბოლო პერიოდში რაც მოყვა ეს საერთაშორისო ფაქტორები, მათ შორის
აი ეს ბრიტანეთის გასვლა ცნობილი რეფერენდუმის თემა, ეს ბუნებრივია აისახებოდა ჩვენს ეკონომიკაზე, ისე როგორც აისახა მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე. კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით, ის რომ ჯერ კიდევ გადაწყვეტილება არ არის ბოლომდე მიღებული, ხო, ჯერ ისე ევროკავშირის ფარგლებში და რა მოხდა? ხო, ბატონო, საბოლოოდ გასვლა. ხო და რა მოხდა? პირველი ეგრევე მყისიერი რეაქცია მისცა ის, რომ ფუნტ სტერლინგი დოლარის მიმართ გაუფასურდა. არა მხოლოდ ფუნტ სტერლინგი, არამედ ლონდონის ბირჟაზე, ლონდონის ბირჟის ინდექსი დაეცა 9%, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი მონაცემები და დაეცა. არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიის საფონდო ბირჟასაც შეეხო იმავე დღეს 9 დღეს 14%-ით. არა მხოლოდ აი ამ საფონდო ინდექსებს, არამედ ნავთობის ფასაც შეეხო და ის თქვენ წინა კვირას იცით რომ ასე ვთქვათ შემცირდა ნავთობის ფასზე დღეს გაიზარდა ისევ და ასე მერყეობს. ანუ ეს თემა არის რომელმაც აი ეს რეფერენდუმის თემა ეს არის თემა რომელიც ეხება მთელ სოფლიო ეკონომიკას და ბუნებრივია საქართველოს რომელსაც გააჩნია მცირე მაგრამ ღია ეკონომიკა და მცურავი კურსი. ბუნებრივია ეს ფაქტორები აისახება ისევ როგორც გამყარების პერიოდში, როდესაც და ბატონო სერგომაც იცის ეს დარწმუნებული ვარ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდებოდა. ხო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავარ საგარეო პარტნიორებში, savicro პარტნიორებში მათი ეროვნული ვალუტები მყარდებოდა. მაგრამ აი ბატონო სერგომ სხვა რამეც თქვა, რომ ჩვენ სტაგნაციის მქონე ეკონომიკა გვაქვს და ეკონომიკური პოლიტიკა ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს. ხო, მაგასაც უპასუხო, უბრალოდ ბოლომდე მინდა აზრი დავამთავრო და შესაბამისად ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ერთ შემთხვევაში საგარეო ფაქტორები ლარზე დადებითად მოქმედებდნენ მისი გამყარების კუთხით და ნახტომისებური გამყარება ალბათ ბატონი სერგოს დამეთანხმება, რომ ეს ბიზნესისთვის არ არის კარგი და არანაირი ეკონომიკური ზრდისთვის. აქ მთავარი არის სტაბილური განვითარება ეროვნული ვალუტის. სტაბილური ხო და აი მას გულისხმობა არ არსებობს. ხო და ბატონო სერგო, ეს ხო არ არის დამოკიდებული მხოლოდ შიდა ფაქტორებზე. ეს არის საერთაშორისო ფაქტორებით განპირობებული ამ შემთხვევაში. ეხლა რამაძლევს ამისთვის საშუალებას? ეს არის მთავარი. პირველი, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები ეს რა არის? ეს არის პირდაპირ უცხოურნის ინვესტიციები, რომელიც საქართველოში პირველ კვარტლის მონაცემებით 376 მილიონ დოლარს აღემატება და ეს არის 2007 წლის შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალი შემოდინება პირდაპირ უცხოური ინვესტიციების. მეორე ეს არის ტურიზმი, საიდანაც ყოველწლიურად, ყოველ კვარტალურად არის მზარდი და თქვენ იცით რომ პირველ კვარტლის მონაცემებით 2 მილიონზე მეტი ტურისტი არის უკვე საქართველოს შემოსული და მზარდია. მაინც სეზონურია. არა, არ არის მთელი 2013-ში, 2014, 2015, 2016 მზარდია. 2015-ში 2 მილიარდ დოლარამდე შემოვიდა ტურიზმიდან. 2014-ში შემოვიდა 1,7 მილიონი. ანუ მზარდია. 2016-ში ჩვენ ყველანაირი მოლოდინები გვაქვს და ყველანაირი მონაცემები რომ უფრო უკეთესი შემოსავლები გვაქვს ტურიზმიდან. გასაგებია, კიდევ მოგცემთ სიტყვას. აი ბატონ სერგოს მივცეთ შესაძლებლობა განმარტოს, რას გულისხმობდა ის სტაგნაციის მქონე ეკონომიკაში და ამაზე არ მithქვამთ და ის იმედია მომეცემა საშუალება და მოგეცემათ განმარტოს ჯერ ბატონმა სერგომ და შემდეგ. უპირველეს ყოვლისა ხარ რაც შეეხება ბრიტანეთის ამბებს, იგივე გაუფასურება ცოტა ადრე დაიწყო, ვიდრე ეს ფაქტი და ხო, მაგრამ ამან დააჩქარა. ამან უფრო მაგრამ პროცესი ხო დაიწყო მანამდე შესაბამისად ეხლა ლარი ხო ეხლა ბატონო სერგო პოლიტიკური პარტიები როგორც ამბობ წინასწარ ხო ვერ გამოიცნობდა რომ თქვა გაუხსნა. არა, როგორ არის ეს აუყურეთ მეგეუბნებით. ეს ანალიზის გაკეთება შესაძლებელი იყო, როდესაც შენ საგარეო ვალი გააქვს და აქტიურ ფაზაში ხარ მეორე კვარტალში. 200 მილიონი დახმებით რომ საგარეო ფაქტორებს რასაკვირველი აქვს მნიშვნელობა, ამაზე არავინ არ დაობს. უბრალოდ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს, რამდენად მთავრობა მომზადებულია და რამდენად მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა ამასთან დაკავშირებით, ხომ? ამაზეა საუბარი. და რას ვისმენთ ჩვენ მთავრობისგან, ანუ რა ალტერნატივებს ვისმენთ? გამოდის ბატონი ქუმსიშვილი და ამბობს, რომ გაიტანეთ ლარი მაშინ, ან იყიდები მივიდეთ ჯიხურში, როდესაც ამის საჭიროება გეგონება, ეხლა ჰობი იყოს ჩვენი, ისა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურში მისვლა და იქ ვდგავართ და თუ არ გჭირდებათ არ გაიტანოთ, ხო? ნუ ეს აბსოლუტურად ესეთი დილეტანტური განცხადებებია. იგივე როდესაც ბრძანებთ ტურისტთან მიმართებაში გეთანხმებით, თუმცა 2015 წელს თუ შემოვიდა ეს ნაკადი, ეს არ დაუცვია ამას ლარი გაუფასურებისაგან, ხო? განაგრძობდა მაინც გაუფასურებას, ამიტომ მხოლოდ ეს ფაქტორებიც არის, ანუ ვის თქვა მინდა რომ შინაგან ფაქტორებს, ქვეყნის შიდა ფაქტორებს რასაკვირველია. ბატონ სერგო, ხელისუფლების წილი იმაში რომ ლარი ვთქვათ ახლა გაუფასურდა და თქვენ აღნიშნეთ კიდეც ეს ასეა რომ სწრაფი გამყარებაც არ არის კარგი ეკონომიკისთვის ისე როგორც სწრაფი გაუფასურება ხო ეს რყევები არ არის სტაბილურობა ამაში თანხმდება მგონი ყველა რომ სტაბილურობას აქვს თავრობის ეროვნული ბანკის წილი დანაშაულისა რა მიგაჩნიათ იმაში რომ ასეთი სტაბილურობა არ არის როგორც თქვენ გსურთ რომ იყოს
კიდევ ვიმეორებ, ხა ეროვნულ ბანკზე ვთქვი, რომ ჩემს არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული და მართალი გითხრათ, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვერ ვხედავ რამე ეგრეთ წოდებულ დანაშაულს. თუმცა მთავრობისას კი, ეს არის ისევ და ისევ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის არ ქონა. რა უნდათ, აი დაგვანახო, რა უნდათ რომ მიაღწიოს ქვეყანაში. როგორ უნდათ რომ ეს მიაღწიონ, ხო? აი ბატონი ირაკლი ძალიან კარგი ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ თუ გაგვიმხელენ და აი გაგვიზიარებენ როგორ ხედავენ. აი ბატონი ირაკლი ხედავს ამას რა კურსს ატარებს თავრობა ეკონომიკის მიმართულებით და გვეტყვის ამის შესახებ. იმიტომ რომ არ იზრდება ხო პროდუქცია ვერ ქნით. ბატონმა სერგომ სწორი თქვა თავიდანვე აღნიშნა რომ სტაგნაციის პერიოდში იყო. ეკონომიკა 2012 წლამდე იყო სტაგნაციის პერიოდში. უფრო მეტიც ეს იყო ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებული იყო საგარეო ვალზე. ვალების ეკონომიკა ჰქონდა და სწორი ინტერპრეტაცია მიეცა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც წინა კვირას გაჟღერდა. სწორედ ამ ვალების ეკონომიკიდან და რომელიც ცხადყოფს, რომ 2004-დან 2012 წლამდე 9 მილიარდ დოლარზე მეტი დაგროვდა, ხოლო ახალი ხელისუფლების დროს ეს საგარეო ვალი იყოფა სახელმწიფო და კერძო სექტორის ვალად, ხო და სახელმწიფო სექტორიც იყოფა სამთავრობო სექტორი და ასევე სახელმწიფო სტრუქტურები რო არის, რკინიგზის მიერ აღებული ანუ ობლიგაციები გამოშვებული, ეგეც ვალად ითვლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამთავრობო ვალი. სამთავრობო ვალი, იცით რამდენია ბოლოს 3 წლის განმავლობაში? 216 მილიონი ლარი მხოლოდ. მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების დროს სამთავრობო ვალი იყო 5 მილიარდზე მეტი. ამიტომ გეუბნებით, რომ სტაგნაციაში იყო. ახალი ხელისუფლების ჩემის აზრით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოიტანოს სტაბილურობა, მოიტანოს ანუ სტრუქტურულად გარდაქმნას, არა ძალადობაზე, არა წართმევაზე, არამედ ინვესტიციებზე, არამედ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე დაყრდნობით ეკონომიკის ზრდა. ეს არის მთავარი მოტივი ჩემის აზრით. ახერხებს თქვენი აზრით ხელისუფლება. ამას წარმატებით თუ ახერხებს თუ არ, ჩემის აზრით წარმატებით ახერხებს გარკვეულწილად, თუმცა არის ხარვეზები და ამაზე მე გამიხარდება ბატონო სერგო თუ ჩვენ ერთად ვისაუბრებთ. მაგრამ მე მაქვს ციფრი ჯიუტია. მე მაქვს აწარმოებს საქართველოს მონაცემები, სადაც 177 საშუალო თუ მცირე ასე თქვათ პატარა ობიექტი, საწარმო ობიექტი გაიხსნა, სადაც არაერთი ადამიანი დასაქმდა და ეს ხო მნიშვნელოვანია ჩემთვის. არ არის საკმარისი, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის. ასევე სხვა შორის გუშინ დაიწყო მთის მაღალმთიანი რეგიონში ბიზნესის განვითარების ახალი პროექტი. რაც გულისხმობს იმას, რომ 5-დან 15,000 ლარამდე სახელმწიფო თანადაფინანსების კუთხით დაეხმარება იმ მეწარმეებს, იმ ფიზიკურ პირებს, ვინც ბიზნესს წარმოიწყებს მაღალმთიან რეგიონში. რისთვის კეთდება ეს, რომ ეს თავკომბალა, რომელიც მხოლოდ თბილისშია თავმოქცეული ბატონო სერგო, ხო ამაში ვეთანხმებით ეს ბიზნეს აქტივობები, რომ იქნებ რაირად გადანაწილდეს რეგიონებში, იქნებ რამენაირად ეს ხალხი გავაჩეროთ, დავასაქმოთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და რაღაც იქიდან შექმნათ დოვლათი და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, ყველანაირი მოცემულობა არსებობს. აი ამ პროგრამების მოდით დრო ისე გადავანაწილოთ და ბატონმა სერგომ 2015 წელზე თქვა და მე ვეთანხმები. 2015 წელს ჩვენ ქონდა 1,9 მილიონზე მეტი ტურიზმიდან შემოსავალი, მაგრამ რატომ ვერ შეაჩერა ლარის გაუფასურება? იმიტომ რომ ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა ქადაგიძე, რომელიც იყო პოლიტიკურად ანგარიჟებული. როგორც კი ქადაგიძე 2016 წლის თებერვლიდან ჩამოშორდა 2015 წლის ბოლოს ანუ 25 თებერვალს. ხო, ამას ვამბობ. ყისიერად დაიწყო ლარმა მაშინ როდესაც მაკროეკონომიკურ პარამეტრები უარყოფითი ხოდა, უფრო ცუდი ხოდა. მაგრამ გამყარდა პოლიტიკური ამ შემთხვევაში პიროვნებაზე რეაგირებდა ამის თქმა გსურთ. აი წავიდა თუ პიროვნებაზე რეაგირებდა. ქადაგიძე მოვიდა ახალი ხელმძღვანელი არსებითად რა შეიცვალა? რა შეცვალა ახალმხრივი ხელმძღვანელობის? პირველი ის რომ წინა ხელისუფლების ქადაგიძის ხელმძღვანელობის დროს რა ხდებოდა, როდესაც ჩვენ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში პრობლემები იყო, ანუ ექსპორტის პრობლემა ჰქონდა ჩვენ და ბრუნვის საგარეო ვაჭრობის. მაშინ რას აკეთებდა? 1,300 მილიონამდე აწია რეფინანსირების მოცულობა, ხო იცით არა ეს მონაცემი. ახალმა მაშინ როდესაც ანუ ჭარბი მასა შეიქმნა მიმოქცევაში ლარის, რომელიც დააწვა ბუნებრივია ჩვენს ეროვნულ ვალუტას და ამან მნიშვნელოვანი ბიზგი მისცა გაუფასურებისკენ. მეორე, უარყოფითი მოლოდინების განცდა. ერთხელ არ გამოსულა ქადაგიძე და არ უთქვამს რომ ხალხო იგივე რაც ქუმსიშვილმა გააკეთა, ჩემის აზრით სწორი გააკეთა, ეს რომ განცხადება მისცა რომ არანაირი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. ეკონომიკა არის მზარდი და მზარდია ის დაფიქსირდა 2016 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა 2.8%, ხოლო აპრილის თვეში საერთოდ 4.5% ეკონომიკური ზრდა. ეს ნონსენსია, რეგიონში ასეთი ეკონომიკური ზრდა არ არის. ეს მარტო საქართველოსია გამომდინარე იქიდან რომ სწორი ეკონომიკური ხედვები გვაქვს, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა მოიხმაუროს თქვენ
თქვენს ნათქვამს, აი გარკვეული პროგრამები იყო ხო, ჩამოთვლილი, თქვათ აწარმოე საქართველოს თასთან დაკავშირებით ახალი პროგრამა. ეს ეფექტს არ ხდენს ბატონ სერგო. ჩემს აზრით ეს ეფექტს ვერ ეს შეიძლება გარკვეული ციფრებით манипуლირება, ასე ესეთ ჭყალებს დავარქვათ манипуლირება, ამით შეიძლება, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას რას ვთავაზობთ, ხომ, რომ აი უყურეთ ციფრებს და იყავით კმაყოფილი ამ ციფრებით? თუ რაღაცა რეალური ხელშესაღები შედეგი გვინდა ვანახოთ, რომ მან თავის ჯიბეზე იგრძნოს, ხომ? კითხეთ, აბაგად ყველა გამოკითხვა ამას ამბობს, რომ არ გამოჯობესებულა ხო ეკონომიკური სიტუაცია მოქალაქეებისთვის, ჩვენთვის, ხომ? ანუ ხარჯავთ რასაც ხარჯავდით და ვერ ვყიდულობთ იმაზე მეც, რასაც ვყიდულობთ. ის არგუმენტები, რომ თვისობრივად ახალი ეკონომიკა გვაქვსო ამბობს ბატონი ირაკლი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. თქვენ ხედავთ არა, ვერ ვხედავთ, აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ირაკლის იმაში, რომ ბიზნესის წნეხი რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისულელე, რაც მათ გააკეთეს და კი ბატონო, ეს ყოველად დაუშვებელია. მაგრამ იგივე ხარ, როდესაც გაჯანსაღებულ ბიზნეს გარემოზე ვსაუბრობთ, ხო, ხა რომელი დიდი ინვესტორი შემოვა და ჩაგიდებს 100 მილიონს და მილიარდს, როდესაც ქონებრივი დავები წყდება ისე, როგორც წყდება დღეს, ხო, სასამართლოში. ხო, ნუ აი სასამართლო დავები, ხო, იგივე, ხო, ხედავთ, რომ გარკვეული დარღვევებით მიმდინარეობს ეს სასამართლო პროცესი, არის გარკვეული. აი, თუნდაც ავიღოთ იგივე ტელევიზიის დავა, ხო, რუსთავის დავა, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია, რა სჭირდება ხელისუფლებას ესეთი манипуლაციები და ეს აი თეთრი ჩარგე კარგი კითხვა დასვით, არაფერში არ ჭირდება, ჩემი თვალსაჩინო და თქვენც ამას იზიარებთ. შეიძლება ჭირდება, მაგრამ ეს უფრო უარყოფით შედეგს მოუტანს, ვიდრე ის, რომ სასამართლო თავისი წესით და სულით წასულიყო ჩარევის. ანუ ბიზნეს გარემოზე როდესაც ვსაუბრობთ, ხო, ბიზნეს გარემო არ არის მარტო ციფრები და ეკონომიკა, ეს ზოგადი. აი ახლა თქვენ შეეხეთ თუნდაც სასამართლოს საკითხს და ბიზნესზე წნეხს. აი ამ ორი მიმართულებით, სასამართლოს თავისუფლების მიმართულებით და ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით. თქვენი აზრით გვაქვს თუ არა წინსვლა წინა ხელისუფლებასთან შედარებით. როდესაც ლაპარაკია, რომ მაშინ შემოდიოდა ინვესტიციები და ახლა არ შემოდის, როცა ხელისუფლებას ეუბნებიან. ეს ორი მიმართულება გაუმჯობესდა თუ არა? მოდით ასე ვთქვათ, ახლა ირაკლი ჩვენ ასე ვთქვათ, ჩავიციკლებით, რომ აი ახლა რაღაცა კეთდება და აი წინა ხელისუფლების დროს, ისიც მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების დროს, რაც კეთდებოდა და მით უმეტეს ახლა მე ვერავინ იმას მიზამს, რომ აი წინა ხელისუფლების დროს და შენ დროს, ხო? ნუ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ მქონდა არც წინა ხელისუფლებასთან, არც ახლანდელთან. ამიტომ არ არის ეს გამოსავალი, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის არანაირი გამოსავალი არ არის, რომ აი წინა ხელისუფლების დროს ხუთ ბიზნესმენს ბოდიშ ჟარგონისთვის აყაჩაღებდნენ და ეხლა ერთს აყაჩაღებდნენ. აი ბატონი ირაკლი ამბობდა, რომ რეკორდულ მაჩვენებლებზე ინვესტიციების პირდაპირ უცხოეთის საგარეო ვართვის, რომ აი იგივე წინა ხელისუფლების დროს შემოვიდა კი ის ინვესტიციები, მაგრამ იგივე წინა ხელისუფლება რომ დარჩენილიყო, მე დარწმუნებული ვარ და დამეთანხმებით ალბათ ის ინვესტიციები აღარ გაიზრდება. რაზე რეაგირებს ინვესტორი? ეს არის ეს ბიზნეს გარემოში რაზე რეაგირებს ასევე ვერ შემოდის დღევანდელ და კიდევ ერთ რამას ვიტყვი, ერთ რამას ვიტყვი, აი ციფრები ახსენა რეგიონთან მიმართებაში ბატონმა ირაკლიმ, რომ 2.8 4.5 ხო რა რეგიონი არა, ეკონომიკური ზრდა არის ეს. ეკონომიკური ზრდა, კი ბატონო, მაგრამ ვის ვედარებით, ხომ? ვედარებით ჩაკეტილი სივრცის მქონე სომხეთს, რომელთანაც შედარებით შეიძლება მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. რატომ ვედარებით? შევედაროთ ხო ცოტა უფრო სხვა. აი ცოტა მაგალითად ჩინეთის ეკონომიკას? არა, ჩინეთის ეკონომიკას ნუ ეხლა მითხარით, აი მაგალითად. მაგრამ რატო ვართ ამით კმაყოფილი, რომ თქვათ სომხეთის ეკონომიკაზე უკეთესი ეკონომიკა გვაქვს. დიდმადლობა ამ კითხვისთვის. ანუ ეს არ არის, არ უნდა იყოს საზომი, ხო? არ ჩემთვის არ თქვენს, იმიტომ რომ ჩვენს და მეც და თქვენს უკეთესი იქნება. ვიდრე ამ შეკითხვას გასცემ პასუხს, რაზე რეაგირებს ინვესტორი, ხო? აი რატომ არ შემოდის, თქვენ ამბობთ, რომ არ შემოდის ინვესტიცია. ბატონ ირაკლი ციფრებით სულ სხვა რაღაცას გვეუბნება. პირველი კვარტალის მონაცემები ოფიციალური 316 მილიონი $, 376. რატომ ვერ გრძნობთ, მითხარით, აი უბრალოდ დავანებოთ ხო ეკონომიკაში. ამას წლები ჭირდება, რომ თითოეულმა თქვენს და მეც ვიგრძნოთ. ამას გრძნობენ ის ადამიანი, ვის დასაქმებულები არიან, სადაც ქარხნები იხსნება და სადაც ეს დასაქმებულები ვართ, მაგრამ შეგვეთყო ჩვენ ახლა ჩვენ შემოსავალზე. თქვენ დრო იყოთ იმ ბიზნესმენის, ასე ვთქვათ, კომპანიის დასაქმებულები, სადაც მე ვერ დავეთანხმები აბსოლუტურად ბატონ ქუმსიშვილის განცხადებას, რომ რაღაც 500,000 თუ 300,000 შემამცირეთ მშევრობა, რა აი ნუ ვერ დავეთანხმები. სტატისტიკა მაშინ ახლა ყველაფრის სტატისტიკა ნუ ზუსტად ამას ამბობს ბატონი სერგო, რომ ეს ამ სტატისტიკაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მოსახლეობა თუ ამას ვერ გძნობს, სტატისტიკა დარჩება შეიძლება, რომ კი შეიძლება. ეხლა რაც შეეხება, მე რაც ჩამოვგითვალეთ ეს
ასე თქვათ ციფრები და ეს მონაცემი რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. ამიტომ გეუბნებით რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩასაფრებულის პოზიციაზე, არამედ უნდა ვიყოთ უკეთესად როგორ შეიძლება გაკეთდეს. იგივე ეს პროექტები რაც მე ჩამოთვალე, იქნება მე მაქვს ძალიან ბევრი შენიშვნები თქვათ იმ პროექტებთან მიმართებაში, რომ უფრო შეიძლება უფრო აქტიურად, უფრო რეზულტატურადაც გაკეთებულიყო და უფრო მეტ შედეგზე გასულიყო და ამაზე მე მაქვს ჩემი ხედვები, რომელსაც უზიარებ თქვენთანაც ვამბობ და ასე შემდეგ. მაგრამ ცალსახაა რომ ახალი ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება რეგიონთან მიმართებაში, იმიტომ ვადრი რომ წინა ხელისუფლების დროს ამბობდნენ რომ 7-8%-იანი ზრდა ქონდა. არ არის ჩემთვის საზომი, არ წინა ხელისუფლება, მაგრამ მე უბრალოდ საზოგადოებრივ მოდარებით ხო რაღაცას, აი ამოვიდეთ რაღაც სხვა ამოსავლიდან ამოვიდეთ, ხო? მაშინ რომ რეგიონში იყო სადღაც 1-2-3%-იანი ზრდა და ჩვენ ქონდა 7%-იანი ზრდა, ანუ ყველაზე ბოლო ადგილას ვიყავით. ხოლო ეხლა ამიტომ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ვაკეთებ აქცენტირებას, სწორი ეკონომიკური ხედვა რო აქვს და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა კი ბატონო ბატონო ირაკლი, ჩვენ გვაქვს პირდაპირი ჩართვა ახლა როგორც დავაანონსე და შემდეგ განვაგრძობ ჩვენ საუბარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაა პირდაპირ ეთერში. ერთ-ერთი მიმართულება უელსის სამიტის კონცეფციიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, აღნიშნული სკოლის დაარსება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის. ეს სკოლა იქნება იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა დავამუშავოთ, ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ გავიზიაროთ რეგიონში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ეს სასწავლებელი საქართველოსთან ნატოსთან ურთიერთობის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი დამაკავშირებელი კომპონენტია. ასევე კიდევ ერთხელ ვეხმაურებით თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა ამომწურავად უპასუხეს ამ თემას, მედიის ინტერესი, როგორც ვაწყობ, ძალიან დიდია და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვამახვილებ თქვენს ყურადღებას ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ჩვენ, ანუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეტ საჯარო კომენტარს ამ თემაზე აღარ გააკეთებს. გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში წინ არის ვარშავის სამიტი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სამზე პრეზიდენტი მოგეხსენებათ თავდაცვის მინისტრთან ერთად მიემგზავრება და პრეზიდენტის აზრით ამ საკითხების საჯარო განხილვამ შესაძლოა დააზარალოს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესები. პრეზიდენტი თვლის, რომ ასეთ დროს სასურველია ყველა გამოვიდეს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან. კიდევ ერთი თემა, რაზეც ასევე მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება და რაც ასევე ვიცი არის ძალიან მაღალი ინტერესის საგანი, მოგეხსენებათ 2016 წლის 1 ივლისს თბილისი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ანუ EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და სადაც უნდა მოხდეს ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი ამ პოზიციაზე აირჩეს ქართველი დეპუტატი. უნებრივია ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო თვალსაზრისით ამ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციაში საქართველოს თემების უკეთ წამოსაწევად შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისას კიდევ უფრო გაზრდის, აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი დეპუტატ გიგი წერეთლის კანდიდატურას EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობაზე. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარტიული კუთვნილების მიუხედავად ამავეს მოუწოდებს საქართველოს დელეგატებს. ასევე გაცნობებთ, რომ 29-30 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწევა. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, კანცლერთან, ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის პრეზიდენტებთან. ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა კონრად ადენაუერის ფონდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოსთვის, მსოფლიოში და კერძოდ კი ევროპაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და საქართველოს თემა კიდევ უფრო მეტად აიწიოს ევროპულ დღის წესრიგში. შეხვედრებზე პრეზიდენტი ყურადღებას, რა თქმა უნდა, გაამახვილებს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ევროპულ და ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ასევე დღეს გვინდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის განცხადებას მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ მას პარლამენტში არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლო სისტემის განახლებასა და გაჯანსაღების პროცესთან დაკავშირებით.
ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნისას პოლიტიკურ დიქტატს დაუქვემდებარა ხელისუფლების ეს უმნიშვნელოვანესი შტო, დღეს ცილს წამებს ადამიანებს, რომელთა ბიოგრაფიაში არანაირი პარტიული კუთვნილება არ იკვეთება. და შესაძლოა სწორედ ამიტომაც არც ნაციონალური მოძრაობა და არც ქართული ოცნება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ უჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მაღალი პროფესიული ხარისხის კანდიდატებს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მაინც პარლამენტის წევრები კვალიფიციურად მიუდგებიან საკითხს, გაიაზრებენ მიუკერძოებელი სასამართლოს საჭიროებას და მხარს დაუჭერენ წარდგენილ კანდიდატებს. და ბოლოს ვთვლი რომ თქვენთვის ძალიან საინტერესო ასევე სიახლე მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიქერი ყოველკვირეულ რეგულარულ ბრიფინგებს გამართავს, რომელიც გაიმართება ყოველ სამშაბათს 14 საათზე აქ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ეს პირველია, მართალია ცოტა დაგვიანებით შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ამიერიდან ყოველ სამშაბათს 14 საათზე, ანუ 2 საათზე იქნება ასეთი რეგულარული ბრიფინგები. მე იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობის, რა თქმა უნდა, შეძლებს დაგვარად, მე ყოველთვის შევეცდები, რომ თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო და თქვენს ყველა შეკითხვას დავცე პასუხი. ზამთარ ახლა გიპასუხოთ ყველა იმ შეკითხვაზე, რაც გაინტერესებს. ეს იყო პირდაპირ ჩართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. თქვენ მოისმინეთ ის საკითხები, რასაც პრეზიდენტის პრეს-სპიკერი შეეხო ამ ბრიფინგის დროს და ამ თემებზე უკვე საინფორმაციო გამოშვებებში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ახლა კი უბრუნდებით ჩვენს თემას. ირაკლი ზარქუა და სერგო ჩიხლაძე არიან ჩვენთან სტუმრად და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ბატონო ირაკლი, თქვენ გაგაწყვეტინეთ და შეგიძლიათ განაგრძოთ. მინდა მივიყვანო ის, რომ ქვეყანაში საქართველოში არის სწორი ეკონომიკური ხედვები და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ამ შედეგია ის, რომ პირველი უცხოური ინვესტიციები შემოდის საქართველოში და ეს და საკმაოდ დიდი მზარდი რაოდენობით. მეორე მთავარი ჩემთვის მანიშნებელი სწორი პოლიტიკის არის ის, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით 2012 წელს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით საქართველო იყო 98-ე ადგილას, ხოლო 2015-16 წლის მონაცემებით არის უკვე 35 საფეხური დაწინაურდა და არის 73 ადგილას, სადაც უსწრებს ევროპის რამოდენიმე ქვეყანასაც კი. ასევე მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა, მათ შორის მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მსოფლიო ბანკის მხრიდან, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, გამჭვირვალეობასთან თვალსაზრისით. ასე რომ ეს ის მონაცემებია, რომელიც მიმაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება ქვეყანაში. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ წინა კვირას ბატონი კვირიკაშვილი სტუმრობდა გერმანიას, სადაც შეხვდა ქალბატონ კანცლერს, გერმანიის კანცლერს მერკელს, სადაც მერკელმა თქვა, რომ ჩვენ რა მონაცემებიც გვაქვს და მე მომაწოდეს, ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველო უკვე დაადგა განვითარების ახალ ეტაპს და მე მზად ვარ ვითანამშრომლობ და მოუწოდებ ჩემს ბიზნესმენებს, ძალიან ცოტა ბატონო, ეს ის ფაქტებია, რომელიც საერთაშორისო კვლევებითაც არის გამყარებული და ბატონო, თქვენ თქვით, რომ აი შეიძლება მონაცემები მოვიტანოთ, ციფრებზე ვიდაოთ და მოსახლეობის მდგომარეობა იყოს ძიმე. ხო, აი თქვენ შეგიძლიათ გითხრათ, თქვენი ხედვა, თქვენი პარტიის ხედვა, რა სჭირდება საქართველოს ეკონომიკას, რა ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოსახლეობა იგრძნოს თავის თავზე ცვლილებები. რაც შეეხება პარტიის ხედვას, ამაზე ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ეს გვექნება პროგრამული განცხადება, ამიტომ ახლა წინ ცოტა არ გავუსწრებ მოვლენებს. ერთადერთი რასაც ვიტყვი, ეს არის, რომ ჩვენი ხედვა არის, მოდით აი უბრალო ენით ვიტყვით, ვიყოთ უფრო ამბიციურები და ვხედავდეთ ჩვენ თავს არა რაღაცის პერიფერიათ, არამედ რაღაცის ცენტრად. იგივე ვიყოთ ეკონომიკური განვითარების ცენტრი თუნდაც რეგიონში. კი ბატონო, ვიყოთ ეკონომიკური განვითარების ცენტრი, მოვიზიდოთ ინვესტიციები, მაგრამ როგორ უნდა მოვახდინოთ ეს, ხო? ჩვენი პარტიის ხედვით, ჩვენ არ მივდივართ ისეთ პოპულიზმზე, როგორიც არის, რომ აი 9 ოქტომბრიდან ხელფასი გაგიხდებათ რაღაცა 100 ლარით მეტი, პენსია 50 ლარით მეტი და არა. უნდა შეიქმნას გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო, რომელიც ვერ შეიქმნება ამ ვითარებაში, როდესაც არის სასამართლო როგორიც არის, როდესაც არის არაფორმალური მმართველობა, როდესაც იგივე ბატონი კვირიკაშვილი, რომელიც ახსენეთ, დამოუკიდებლად შეიძლება ვერ მიიღოს რაღაცა გადაწყვეტილებები თუ იმ კაც მოქალაქეს არ შეუთანხმა ყველაფერი. ეს თეორია და თეორია არ არის, ახლა ამაზე ყველა საუბრობს და ყველა საუბრობს, მაგრამ ისევ როგორც ნუ კარგი, ამაზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ მე ასე ვთვლი, რომ ეს ქვეყანაში
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხარ და ასეც უნდა იფიქრო და მე მესმის მართლობა და შესაბამისად აქ ინვესტიცია ვერ ჩაიდება. ანუ თავისუფალი ეკონომიკა, ინვესტიციების მოზიდვა, რეგულაციებისგან მაქსიმალურად გათავისუფლება და ბიუროკრატიის შემცირება, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბიუროკრატიის შემცირება და ნეპოტიზმის ამოქმედება, რაც არის დღეს სამწუხაროდ არის არაფორმალური მართლობა დაასახელეთ ერთ-ერთ მიზეზად. ხო, აი, ნახეთ, ანუ რა გამოდის, რომ ივანიშვილის ფაქტორი ხელს უშლის აქ ინვესტიციების შემოსვლაში, ხელს უშლის, იმიტომ რომ არც ერთ სერიოზული ინვესტორი არ ჩადებს ფულს ქვეყანაში, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ გააჩნია, ხო? და ამ დროს ფაქტი სხვა არის. იზრდება და იმიტომ რომ თქვენ რასაც აღწევთ, ეს არის თეორია და არა, მონაცემებია, მე ხო არ გეუბნებით რაღაც ციდან მოტანის სიტყვებს. ახლა მონაცემებს ივანიშვილი როგორ მართავს არაფორმალურად პულისებიდან. თქვენ კიდე თქვა რომ თუნდაც ივანიშვილი პირიქით მისი მე რამდენად ვიცი და მისი საქმეებიც ამაზე მეტყველებს რომ მისი ინტერესია რამენაირად ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში რომ ის უარყოფითი მუხტი რომელიც კარგი იქნება და ცუდი მიემართება და ივანიშვილს აგინებს ყველა რომ იქნებ რამენაირად შეარბილოს და თქვას რომ აი ხახნო ასე რომ თქვენ საუბარში ეს ლოგიკა შედეგებს არა რა შეშ ლოგიკა არ არის როგორ უშლის ხელს ბატონსერგო ანუ ინვესტორი ფიქრობს რომ მე აქ რომ ფული ჩავდო შემდეგ არ ვიცი რა დაემართება ამ ფულს ვინმე ბლოკავს ამას ან რას გულისხმობ როდესაც კი ბატონო არ ვიცი რა დაემართება ჩემს ინვესტიციას არ ვიცი რა დაემართება ჩემს ფულს იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ვიღაცა ჯგუფმა მოინდომოს ამ ინვესტიციის თუ დაბლოკვა მიმართულებით შესაბამისად ამ 4 წლის მანძილზე რომ ინვესტორი ფული წაართვეს რომელიმე ინვესტორს და მე ჩაუღრმავდები ამ თემას და ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი ეკონომიკისთვის და ამიტომ გეკითხებით რომელიმე შეგიძლია ინვესტორი მითხრათ რომელიც შემოვიდა ამ ბოლო წლების განმავლობაში უნდა და ინვესტიციის ჩადება ამუშავება და დაბლოკა ან ივანიშვილმა დაბლოკა საქმე იმაში რომ არ შემოდიან ეს ინვესტორები ხო თქვენ კი ამბობთ ციფრებით მაგრამ ნუ არ შემოდიან ეს ინვესტორები ხო არის ნება ის ამ სამუშაო ადგილებიდან ნუ რა ვქნათ მოკლედ თუ შეიძლება უნდა დავასრულოთ რა შეიძლება პირიქით კვირიკაშვილი რაც ახსენე მე მგონია რომ კვირიკაშვილი სწორედ ის ფიგურა არის რომელიც გაერთიანებს და ეკონომიკურ ზრდას უფრო განავითარებს და ხედვა მათ სწორად ჩამოაყალიბეს რომ ეს არის ევროპული სახელმწიფო სადაც თითოეული ადამიანი არაც საჯარო სექტორში იქნება დასაქმებული არამედ კერძო სექტორმა უნდა დაასაქმოს მოსახლეობა და ამისკენ არის ყველანაირად გადადგმული უფრო მეტად ხდება ლიბერალიზაცია საგადასახადო კოდექსის პირველი რა ხდება ანუ ესტონური მოდელი შემოტანა 2017 წლის 1 იანვრიდან რომელიც გულისხმობს რომ ცოტა უფრო ადრე უნდა შემოსულიყო გეგმა ასეთი იყო არა გეგმა იყო მაგრამ ბიზნესმა თქვა რომ ჩვენ უბრალოდ ქაოს შემოიტან ჩვენს ბუღალტერიაში ქაოს დაბნეულობა შემოიტან ჩვენს ინვესტორებში და ამიტომ გვირჩევნია ის რომ ავირიდო თავიდან 2017 წლის 1 იანვრიდან ახალი სასწავლო ახალი ასე ვთქვათ წლის პირველი დღიდანვე შემოვიტანოთ. ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი რეფორმა ტარდება ის რომ მაგრამ აქ სხვა მიზეზს ვერ ხედავთ იმას რომ ბიუჯეტს ამ ესტონური მოდელის შედეგად არჩევნებამდე ბიუჯეტს დააკლებოდა სერიოზული თანხა, რომელიც საიდანღაც უნდა შევსებულიყო. ან საგარეო ვალით, ან რაღაც საშუალებები. ამიტომ ხელისუფლება უარი არჩევნებამდე ეს ეჭვი არ გიჩნდება. არა, მე არ გამჩნევ, იმიტომ რომ მათ იქვე დადეს ის ალტერნატიული შემოსავლები, რომელთაც შეიძლება და ამის კომპენსირება. და ფინანსთა სამინისტრომ ამაზე ისაუბრა მთელი ბრიფინგი მიუძღვნა. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვანი რეფორმა ის არის რომ ქვეყანაში ის ადამიანი ვინც თქვა საწარმოო საშუალებებს შემოიტანს იმპორტირებულ საწარმოო საშუალებებს გეუბნებით დღესგან თავისუფლდება. მესამე მნიშვნელოვანი რეფორმა ის არის რომ ფინანსური პოლიცია რომელიც წინა რეჟიმის დროს გამოიყენებოდა სადამჯელო ოპერაციებისთვის საერთოდ ჩამოშორდა ბიზნეს და ფინანსთა სამინისტროს ერთი კონკრეტული უწყებაში ამ დროს ისიც სასამართლოს ნებართვით. და ბატონო რაიმე რეპლიკა თუ გაქვთ დაასრულეთ თუ შეიძლება და ბოლოს რაც შეთვის თავარია და ეს ალბათ ბიზნეს ბატონო სერგოს ცნობილი იქნება ძველად ხდებოდა ასე რომ თუ ვალდებულება წარმოეშვებოდა ესა თუ ის სახელმწიფოს მიმართ ყადაღდებოდა მთელი ბიზნესის ქონება ხო ეხლა ამ შემთხვევაში მხოლოდ იმ ნაწილში იმ პროპორციით რა პროპორციითაც ვთქვათ ვალდებულება გააჩნია ბიზნეს ბატონო სერგო რაიმე რეპლიკა თუ გაქვთ და შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი ერთადერთ დავამატებ რომ აუცილებელი ამ ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა. ამაში მე მგონი არავინ არ